კიდევ გამარჯობა ნინო, მოვედი. გამარჯობა, ჩემო ზურიკო. რა გიქნია ამასობაში, რა ნახე გიქნია? ცხელია ცოტა, მაგრამ არა უშავს, აი. ზეთში გათუთქე. ეს ზეთში გავთუთქე კი. ეხლა წესით უბრალოდ მინდა რომ ეს პირველი ხელი რაც გავაკეთე უცებ აქ საჩვენებლად და ჩვენი სუფრისთვის გავამზადო და ამ დანარჩენებს მე მივხედავ მე შენ რომ დაგეთხოვი ქილების შესანახად და ზამთრისთვისაც გექნება და ნახე რა გემრიელი იქნება ზამთარში რო გავხსნი აი ბატონო აი ამას ეხლა მე არ მიყვარს დიდად დაკონსერვებულები იცი შენ არაფერი არ მიყვარს მეც აღარ ვაკეთებ მაგრამ ეგ ისეთი რამეა რომ მაგა ახლა ბადრიჯანი მთელი წელია და რა ამას დაჭრა უნდა თუ რა უნდა არაფერი არ უნდა ამას ახლა მწვანილი უნდა რა მოგცე რა მწვანილი მოგცე სულ ყველაფერი მან დამიწყე ლამაზ-ლამაზად პატარა კონებად შენ გაამზადე გაახაზირე დაფა აგერ ჩემო ბატონო დაფა გახაზირებული მაგ ძმარი აქ არის ეს გაწიკწიკებული გარეცხილია ყველაფერი კი ბატონო მაგ ციცაკას დაჭრა არ უნდა ნინო ციცაკებს რომ ზურა მაგ გათუთქულ ციცაკას არა კაცო ამას დაჭრა კი რომ თლიანები უნდა ამოიღო უი ხო და როგორც გითხარი რეჰანიც უნდა ნინო ყველაფერი მომეცი მასა ლამაზად აწყობილი იცი რა დაგიჭრი ბარე მე აი ბატონო, მაგრამ აი მაგია შენ დასაჭრელი წვრილად არ უნდა, ზურიკო. სხვილებად უნდა. აი შენ დაჭრი ციცაკას? მე ციცაკას რატო ჭრი? მე თლიანი მინდა ეხლა ციცაკა უბრალოდ თავებს შეუჭრი. აი ბატონო. აი ესე. შენ შეგიძლია ეგ დაჭრა ჩემო ბატონო. დაბანილი და გარეცხილი ვარ ახლა შენ ჩემზე არ იდარდო. არა, მაგაზე არ ვდარდო. ეგ ვიცი, დარწმუნებული ვარ. აქ შემოსვლამდე გამოვიარე და ვიბანავე. ბატონო ჩემ ზურა ეს შენ არა გაქვს ეზოში ხო ეს შენი ციცაკა არა კაცო რა დანახვაც არ მინდა მაგის რა მინდა ეზოში ეს ისე კაიბის მოიარია დაბადმიებად იზრდება ასე არ არის ლამაზია ლამაზი მაგი გორის და იცი რა არის ეს ხო ის ჯიში არის წნილათაც როდებენ ამჟავებენ ციცაკას ხო აბა რა ის არის მე ჩემი ის წითელი იმაზე ვგიჟდები წითლებიც გემრიელია ხო ჩემი ის არის და იმაზე ხორციანია ეს ხო და ეს ამას არ ხმება ზამთრისთვის ხო შრება სასწაულად შრება სასწაულად ხო ზოგი ისეთი სქელია რომ კი ვერ გავაშრე აი ამეებს ხო ბინაში ახლა ძნელია შენ სახში ცხოვრობდა შაქარი დამატებული მაქვს უკვე შაქარი რას უნდა შაქარი უნდა ზეთთან ერთად მე მაგას რატო გვიმალა გითხარი კაცო ყველაფერს რა აურე უნდა დაუმატო შაქარი ძმარი ადუღდება ქვაბში და ამ ყველაფერს ერთად ჩავყრით და ჩაითუშება. მე არ მიყვარს წინასწარმოთუშული, იმიტომ რომ ძალიან მუქთება მწვანილი მერე შიგნით და ცოტა ისეთი შეუხედავია, რა კიყა, თუმცა ბევრი ამბობს რომ არასტერილებს. აი ასე შეკმაზულს გააჩერებს ემალის ჭურჭელში და მერე ტენის კილებში ენახავს, მაგრამ მე ვერ ვენდობი ხოლმე გაუსტერილებდეს. ამიტომ მირჩევნია ცოტა გათუთქვის დროს დავაკლო და კილებში გავასტერილო კარგად და უფრო საიმედოდ ვინახავ. იმიტომ რომ ბავშვებსაც ძალიან უყვართ და არ მინდა მაგის არც გათუთქული, არც გამოთუთქული, არაფერი მაგის. ეხლა ჩავყრი ამას, ყველაფერს არ გადმომიბრუნდეს ესა. რატო გამოგიდრუნდება? აი, ჩემო ბატონო, აი ამ სხვილებს მე გავაცლი შენის ნებართვით. ჩემო ბატონო. ლამაზი კია ის? კი ბატონო, ლამაზი არის. ეხლა ამას ერთი წამოდუღება და მორჩა. რა უნდა კიდე ახლა მაგას? ამას არაფერი არ უნდა უკვე ეხლა მარილს უზამი ქვაფში ერთად წამოვადუღებ და აი კილებში ჩავდენი. მორჩა. თავი კი, თავის წვენს შეიყენებს ესა. გავაკეთოთ ერთი კილა, შევახედოთ ერთი ლამაზი კილა გავაკეთოთ. კი ბატონო, მაგრამ მაშინ ჯერ მაცადე გავამზადებ ამას. განაცლი არ ხარ? აი, ჩემო ბატონო. ეს არის გამარტივებული. ადრე წინასწარ ვამზადებდით წვენს. და ამდენი კილები რომ მოგიმარაგებია, მე არ მინდა ამის არაფერი და ვისთვის მოიმარაგე. ზურიკო, აი ნახე სტუმრები რომ მოგივაგ და გახსნი ზამთარში როგორ დამლოცავს. ბაზარში რო იციან. იყიდე რა გემრიელია დამლოცავ, ვითომ ისე დავწყეული. სტუმარს უნდა მიართვა ისეთი რამე, რაც შენ თვითონ მოგწონს. დიახ, მე მომწონს და შენ რატო არ მოგწონს? გედა რა ვქნა, არ მომწონს და შენ სტუმარს მიართვი და მე არ მივართმევ ჩემ სტუმარს. ამას ახლა ის უნდა დავასხა ზეთია და ძმარი რომ აქ ადუღებული ეგ. დავასხი მე. დავასხამ კარგად შევავსებ. წითელს ახლა ჩავუმატებ, აი, ნახე ჩემო ბატონო კილაში. აი აქ ორი ცალი, იმიტომ რომ ეს თუ წარია ძალიან არ გავაცხარ. სოფლიო კულინარიის წესია. დიახ, აბა რა. ამით იწყება ყველა სასწავლო კულინარიული წიგნი. დიახ. სტუმარს უნდა მიართვა ის, რაც შენ თვითონ მოგწონს. აი, მაშინ გავაკეთებ და წავიღებ სახში, კარგად იყავს. წაიღე და მიართვი შენ სტუმარს. არ გინდა სტუმარს, კაცო, იქნება შენ სტუმარს მოწონს. გოგო, გეუბნები და ქართული არ გეყურება? სტუმარს უნდა მიართვა ის, რაც შენ თვითონ მოგწონს. და მე არ მომწონს და რატომ მივართვა ჩემს სტუმარს? აი, ეხლა ამას გადავავსებ იმით ქელი და შევდგებ ღუმელში, მაგრამ ღუმელი ხო იქეთ აგვაქვს. რა უჭირს მე რეგაც? ღუმელი უნდა იყოს ცივი.
და ესეც ცივია და შევდგა მიქა. მწვანსაც აქვს ისა და აღარ დამიმარილო. ერთი შევჭამო? შეჭამოება. მარილი წყალში ეგეთ. არ მომკლავს? გასინჯე მოკლავს არა ისა. არა ხო? არა ასაშენო. არ მეკარება სიახლოვე. ჟავი ისე რა გიყვარს? აი რა შეიძლება მჟარწნილი გავაკეთო. პამიდორი გოგო. და კომბოსტო. კომბოსტოც გიყვარს? გიჟდები მწვანე პამიდორებში რომ არ ჩატენილი მწვანილი. გაჭრილი და ქართული ხალხური. გიჟდები. ოღონ არ უნდა იყოს დარბილებული. ხო არა. ხრაშუნა უნდა იყოს კი. კიდე მიყვარს კიტრი. ის ჩემი გურული ხორკლიანი კიტრი რომ ამ. უიმე რასუნია ხელს რო გადაუშვე. შედარებით უფრო პატარები და ქილებში გიჟდები კაია. სამთარში კაია. და იცი რომ ჟავე მე ექიმა გამომიწერა? აბა მითხარ რაღაცა მახსოვს ისტორია გერმანიაში. გერმანიაში. აბა როგორ იყო? კუჭის პრობლემები მქონდა, ყებოდი ასე მოკუნცხული და ვდიოდი ისე ცუდად ვიყავ, ვერ ვიმართებოდი, ისე მტკიოდა კუჭი. სულ. მერე? ხო და მივედი ექიმთან 285 ევრო გადავიხადე ისე მწარეთ მახსოვს. და რეცეპტი ახლაც მაქვს შენახული. რა გამომიწერა იცი? ჟავე კიტრი. ეს არ გექნებოდა არ მექნებოდა, სავიშოდი ჟავე კიტრი. შესაიშოდი. და ვიძახდი 280 ევრო იმაში გადავიხადე რომ მე ჟავე კიტრი გამეეწერა მე კი პროფესორმა, გერმანელმა პროფესორმა. ჰელ შესაგვარულს ეყופოდა მაგთან ხილ ჟავე. მაგთან ხილ ჟავე ხელ ცხოვრება ეყოფ ადამიანს. კი ბატონო. ხო და რა ვიცი გოგო. მოგიხთა? ვიმართები ახლა და კარგად ვარ. დავდივარ კარგად. კენჭივით ვარ, არაფერი არ მაქვს. აზური, ყო ეხლა იმ ადუღებულ წონსაც. ისე ცოტა რომ აგრილდება, კია, კაი სანახავი არა, მაგრამ ერთი ხაში რომ უხარშოთ არ შეიძლება, ა? გიყვარს ხაში. დედა გიჟდები. და რამდენი რამე შეკვეთა გქონდა. ნინო, არც მაგის სუნდნელი მომწონს, არც შესახედავად მომწონს, არც აწმელად არ მომწონს. აი, თუ არ გინდა და არ ჭამ. რაც არ გინდა არ ჭამ. იმდენი რამე აქვს საჭმელი შენ, რა თუ გინდა ახლა მაინდა-მაინც თუ არ გიყვარს ის შეჭამო, მაგრამ მათ მინდა ხან წისაკარი ზომ დავჭამ. შენ სტუმრებს ნახე რაფერ მოვაწონოთ თავი. მოაწონე შენ, მე არ მინდა. აი ბატონო. და ამას ახლა შენ ვამბობ რომ ყველას გააკეთებ? კი, აუცილებლად, აი გამზადებული მაქვს ქილები. იცი რა ზურა, კიდევ თხოვე ხოლმე რეცეპტი და არ ვიცი ეს რეცეპტი თვალზომით ვაკეთებ ყველაფერს ახლა რა ვიცი ამას 2 მწიყვი მარილი და ისა რა ქვია ანუ 300 გრამი არ ვიცი ეს გრამები და ისინი არ ხარ შენ მე რეცეპტე ხალი და რა არა ვარ ხო მე ხო ვარ ისა დამაშნი სახლის პირობების შენ ხარ სახლის პირობებში გამოშიშაკებული მზარეული გამოშიშაკებული ხო დაბრალებული მზარეული ხარ შენ სულ არ ხარ მზარეული მე რომ მკითხო კი ბატონო მასე იყოს შენ ხომ ხარ ჟურნალისტი დიდი ჟურნალისტი კიდე გაჩერდი ბიჭო გაჩერდი რა ეხლა რასაც ვაკეთებ ის ვარ აი შედა გამოშიშაკებული რა ბოლოს და ბოლოს რა ხარ გამოშიშაკებული მე ვარ კაი გოგო რა გინდა თავი კაიში მე იწონი ახლა ცოტა თავი 100-ია აჰა ჩვენ ზარეულები როგორც აკეთებენ ისე ახლა იქეთ მაქვს წვენის უნდა დავასხა და შევინახო მოვხუპო ყველა ძალიან მეზარება მოვხუპ აი მეც არ მიყვარს აი მე სულ ხვეწებოდ ხოლმე მამაჩემს მომხმარებოდა და არა ასე ჩამოსაქმე всё ზურიკო ამებს ახლა გადავასწრებ მე დანარჩენებს ამას დღესვე შემიძლია ამით კარგი მასპინძლდა და დღეს ახლა მაგას შე რომ ზეთში და იმაში კარგად იმ გუშინდელ კირკაშ ლობიოსთან ეჭვი მაქვს რომ კაი იქნება. კი ეჭვი გააქვს. ეჭვი განახებ რა. ნახოთ ახლა დანარჩენებს მარტო ჩემი ხომ არა. ერთხელ ის შავი ლობი უნდა გავაკეთო თუ ვიშოვე ბაზარში. იმის კეკალი? არ ვარგა კეკლათ არაფრად. პარკი. პარკი გადასარევია. აწი არის მაგის. რა გინდა ბაზარი მე მაგა გერდა მოგიკრებ. მომიკრებ. კაია თლათ ნედლი, თლათ რბილი და კაია. არ ჩემხვედრია, თორე ვიყიდ. ვერ იცნობ ნინო იმას. იგი სანამ ვერ მიხვდები შავი რომა თუ არ გაქვს დათესილი არ კი ვერ მიხვდები. წვრილია ხო პარკი მაგას. შედარებით არა, თლათ წვრილი რომა იარა გრძელი. ჩვეულებრივი პარკი აქვს, ოღონდ ცოტა ფხაჭები აქვს მოიასამნისფრო. ძალიან კაია, საუკეთესო ლობიოა. მე მივდივარ ახლა, იმედია შენ არ მიწყენ და შენ მოახაზირებ ახლა ამბავს. კი ბატონო, სუფრისთვის. სუფრისთვის. კი ბატონო, ჩემ. მე მგონი რომ შენ სულის წადილია შენ ხარ დღეს გამარჯვებული. პირველ ადგილზე ხარ. კარგი, გამარჯვებული ვარ ხო. ხომ გაიმარჯვებ, აკეთებ ჟავეს, ვაკეთებ, ხომ გააკეთე? მაყოფილი ბრძანდები? კი ბატონო. კარგი, მაყოფილი. ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ. თქვენი რამ გამოგაძვრივნა ჟავეები?